მართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ არავინ არ ეცადოს ეს ბუნტი დაუკავშიროს ტარიელ ფოცხვერიას. კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებული ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატის ინფორმაციით სასჯელახსულების რამდენიმე დაწესებულებაში დაწყებული შიმშილობა პატიმართა ბუნტში გადაიზრდება, რომლის დაგეგმვად სამართალდამცავების მიერ ტარიელ ფოცხვერიას დაბრალდება. ადვოკატი ამ საქმეში ფოცხვერიას ბრალეულობას გამორიცხავს და მისი დაცვის ქვეშ ყოფზე სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. თინათინ ნაკაშიძის თქმით, სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შემდეგ, როდესაც ტარიელ ფოცხვერია სასჯელისგან უნდა გათავისუფლებულიყო, მასთან კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნები მივიდნენ და საქართველოს დატოვება მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაკავებით დაემუქრნენ, რაც ადვოკატის განცხადებით მოგვიანებით შეასრულეს კიდეც. სწორედ აი იმ მუქარის შემდეგ, ვინაიდან მან არ დატოვა საქართველო და ვერ დატოვებდა თავის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ამის გამო მას წაუყენეს ისევ კანონიერი ქურდობა და დღეს უკვე არის საუბარი იმაზე, რომ მას ბუნტის ორგანიზებაში დასდონ ბრალი. გიორგი ქემოკლიძე, მეორე პიროვნება დავით გელაძე და მესამე პიროვნების სახელი და გვარი დადგენილი მაქვს, უბრალოდ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ესენი იყვნენ ბატონ ტარიელ ფოცხვერიასთან, რომელიც აი ამ პერიოდში განთავისუფლების ცნობის მოლოდინში იყო. და შევიდნენ და მუქარა იყო რეალურია ყოველ შემთხვევაში დაემუქნენ. თუ 3 დღის განმავლობაში იგი არ დატოვებდა საქართველოს ტერიტორიას, აუცილებლად დააპატიმრებდნენ და კიდეც აუსრულეს აი ეს დანაპირები. ტარიელ ფოცხვერიას ადვოკატის განცხადებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს. განცხადების გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავის იკავებს სასჯელახსულების სამინისტროც. მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, რომ ფოცხვერიას ადვოკატის განცხადებებს ჯერ არ იცნობს. რაც შეეხება საპატიმროებში დაწყებულ შიმშილობას, გიგა გიორგაძის თქმით, მსჯავრდებულთა ძირითადი მოთხოვნები მათი საქმეების გადახედავს უკავშირდება. რუსთავის მე-17 დაწესებულებაში 51 პატიმარი შიმშილობს, ქსნის მე-15 დაწესებულებაში 7 პატიმარი, მათი ძირითადი უმეტეს ნაწილის მოთხოვნა არის და პრეტენზია სასამართლოს მიმართ შეკრებითობისგან გამომდინარე წლების მოხსნასთან დაკავშირებით და მცირე ნაწილი აცხადებს პრეტენზიას პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მე არ ვიცნობ ჯერჯერობით. ტარიელ ფოცხვერია ამჟამად სასჯელახსულების ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული და როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კანონიერი ქურდობის ბრალდებით ფოცხვერია 18 ივნისს დააკავეს. 2 კვირით ადრე კი სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შედეგად ის გათავისუფლდა. გამოძიების ცნობით, ფოცხვერია ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია და ქურდული სამყაროს წევრობას აღიარებს. ის 7 წლის განმავლობაში 2006 წელს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის საფუძველზე იხდიდა სასჯელს. მაშინ გამოძიებამ ფოცხვერიას კანონიერ ქურდობასა და 2006 წლის ციხის ბუნტის ორგანიზებაში წაუყენა ბრალდება. მოხდა მისი უკრაინიდან ექსტრადირება და საქართველოში ჩამოყვანის თანავე დააკავეს. თავდასხმის მიზნით დანაშაულებრივი დაწესება შექმნა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამართლის კოდექსის 220 ტარიელ ფოცხვერიასთვის წაყენებულ ახალ ბრალდებაზე წინა სასამართლოს სხდომა 7 აგვისტოსაა დანიშნული. აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მას 18 ივნისს შეეფარდა.